ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დღეს დასრულდება. პროცესზე სინდისის პატიმარი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. სავარაუდოდ დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილებას თუ რა განაჩენს გამოუტანს ბათუმელების დამფუძნებელს. გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონების იჯარის საკითხზე შემოსავლების სამსახური ფაქტების მოკვლევას იწყებს. უწყების ინფორმაციით საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აღნიშნული საკითხვის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარ დასკვნას საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებით დაკავებულ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული საქართველოს 2 მოქალაქე დაასანქცირა. ისინი რუსულ ჩრდილოვან ფლოტთან თანამშრომლობენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში ჩავა. მისივე თქმით, უიტკოფი რუსეთს 10 დღიანი ვადის ამოწურვამდე ესტუმრება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მისცა.